გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. უსმენდი დიდ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს და მორიგ ჯერზე მქონდა იმედი, რომ ის მართალ ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას. თუმცა პირადად მე იაგოს ინფორმაცია ნაკლებად მაინტერესებს, რადგან მის გარეშეც ვიცი რა ხდება და რატომ ხდება, მაგრამ მე ახლა ჩემ თავს არ გულისხმობ. მე საკმაოდ მომზადებული ადამიანი ვარ და თეთრსა და შავს უკვე ვარჩევ ერთმანეთისგან. მაგრამ ჩემ გარდა იაგოს სხვაც უსმენს და ალბათ ვიღაცას მისი სჯერა კიდეც. დიახ, სჯერა რომ ამხელა სოციოლოგია კაცი არ მოიტყუებს, თანაც საჯაროდ. მოკლედ უსმენდი და კვლავ იმედგაცრუებული დავრჩი. მე კი ვკითხე ჩემს თავს, რის იმედი მქონდა, ხომ არაა საიდუმლო, რომ იაგო კაჭკაჭიშვილი დიდი ხანია რაც სხვა პლატფორმაზე გადახდა. მას გაუჩნდა აღქმა, რომ ქართული ოცნების ლანძღვა მისთვის დღეს უფრო მონგებიანი იქნებოდა და რატომ გაუჩნდა ასეთი აღქმა. კაჭკაჭიშვილი არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. აქ საკვანძო სიტყვა არასამთავრობო. ანუ ის როგორც ყველა არასამთავრობო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის ფარგლების გარედან იღებს საკვებს და რასაკვირველია ის ყოველთვის იქნება იმ გენერალური ხაზის გამტარებელი, რასაც მას დონორი დაავალებს. ახლა ნურავინ მეტყვის, რომ ბუნებაში მიუკერძოებელი უცხოური დონორი არსებობს. ამას არ დავიჯერებ. მით უმეტეს ისეთი დონორი, რომელიც სხვა ქვეყანაში სოციალურ ანალიზსა და კვლევას აფინანსებს. საერთოდ პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი კვლევები და ანალიზები სპეცსამსახურებს აინტერესებს და ისინი ამაში იხდიან ფულს, მაგრამ კაჭკაჭიშვილის შემთხვევაში მოვერიდები ასეთ ბრალდებას, რადგან ზუსტად არ ვიცი, ვინ აფინანსებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, დონორი იმის დონორია, რომ ვისაც ის ფულს უხდის, მან ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, როგორითაც დონორია დაინტერესებული. კორესპონდენტმა ჰკითხა, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და იაგო მოპასუხა, რომ მას ამის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება გააჩნია. ერთის მხრივ მგონია, რომ უნდა მიიღოსო და ჩემი მეორე მხარე კი ამბობს, რომ არაო და მეორე უფრო აქტიურიაო. ანუ იაგო ლამაზად და მორგებულად იხრება იქითკენ, რომ ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რატომ არ უნდა მიიღოს? იმიტომ რომ თუ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ოპოზიცია აღიარებს მთავრობის ლეგიტიმურობასო. საინტერესოა, სოციოლოგ კაჭკაჭიშვილს პირდაპირ რომ დაუსვა შეკითხვა, თქვენი აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმურია? როგორ ფიქრობთ, რას გვიპასუხებს? ისე ჩვენს დაბნეულ ოპოებში მთავრობის ლეგიტიმურობაზე ამდენი ხანი სრულიად უსაფუძვლო ლაპარაკი მართლა ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. გაყალბების არც ერთი ფაქტი არაა დადებული, მაგრამ მე რა არალეგიტიმური იმიტომაა, რომ ევრობიუროკრატიამ საქართველოში არჩევნები ხმაურიანად წააგო. დიახ, ხელისუფლებაში ის ძალა დარჩა, ვინც მათ დაკრულზე, ცალფეხზე არ დახტის. ამიტომაცაა მობილიზებული მთელი არასამთავრობო სექტორი, რომ როგორმე არჩევნების შედეგებს არალეგიტიმური ელფერი მისცეს. ორშაბათს ნახე, რა შეშფუთებული იდგნენ ეს არასამთავრობოები მონალიზას ღიმილიანი ლომჯარიას უკან და ამერიკულ ფარას რა ზიზღით მოიხსენიებდნენ. რა საინტერესო მეტამორფოზი ხდება. სრულიად ამერიკული კანონი თუ კი ის საქართველოში იქნება მიღებული, თურმე ავტომატურად გადაიქცევა რუსულად. დიახ, სიტყვა სიტყვით რომც იყოს თარგმნილი, მაინც რუსული გახდება. ეს ხომ დიაგნოზია, მეგობრებო. მაგრამ არა ეს დიაგნოზი კი არა, ეს გაიძვერობაა. ლომჯარიები ისე დაუმალავად გვაყრიან ნაცარს თვალებში, რომ მე ვფიქრება, ნუ თუ მართლა ასეთი დებილები ვგონივართ. მართლა ჟერათ, რომ ასეთ დეზინფორმაციას ვჭამთ. თუმცა ამას ხომ ჩვენთვის არ ლაპარაკობენ. დიახ,
არასამთავრობოების ხმამაღალი ხტუნაობა და პოზირება, ეს ხომ მათი დონორებისთვის ხდება. ეს მესიჯია, რომ აი დიდო ბატონებო, თქვენი დავალება სრულდება, ვიბრძვით თქვენი და ჩვენი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და თუ მაინც არაფერი გამოგვივიდა, ეს ჩვენი ბრალი არა და ძალიან გთხოვთ შეგვიბრალეთ და დაფინანსებას ნუ შეგვიწყვეთ რა. რამეს ვაჭარბებ? ნეტავი ვაჭარბებ და ისე მორიგ ბანალობას ვიტყვი და დაფინანსებულმა თუ არ შეასრულა ბატონის მითითება, ის აღარ დაფინანსდება და მოუწევს სოფელში წასვლა და იქ ფიზიკური შრომა და ფიზიკური შრომა არ მგონია უნდოდეს არც ლომჯარიებს და არც კაჭკაჭიშვილებს. ასე რომ სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტებაა, ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ხო და ტაში კუკური, ანუ იაგო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.